მოგესალმებით, ამ ვიდეოში წარმოგიდგენთ ხელოვნურ ინტელექტს Gemini-ს, რომლის საშუალებითაც ასევე შეგვიძლია უამრავი რამ გავაკეთოთ, რაც შეიძლება ვერ მოვიფიქროთ უცებ და მოგეთ ამ ვიდეოში გაჩვენეთ ამ ყველაფერს. წინა ვიდეოში გაჩვენეთ Gemini-ს შესაძლებლობები, თუ რა შეგვიძლია, ეს არის Gemini-ს აპლიკაცია, ანუ ხელოვნური ინტელექტი, რომელიც საკმაოდ კარგი და ყველაზე მორგებული ხელოვნური ინტელექტია, თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ გახსნათ Play Store ჩაწეროთ მასში Gemini, ანუ Gemini და გადმოიწეროთ ეს აპლიკაცია, გაიარეთ ავტორიზაციას თქვენი Gmail-ით და გამოვიყენებთ მას. მოკეთ, ეხლა რა შეგვიძლია? წინა ვიდეოში აგიხსენით და გაჩვენეთ, რა შეგვიძლია, მაგრამ ამ ვიდეოში გაჩვენებთ ესეთ რაღაცას. მაგალითად, მე მყავს ავტომობილი, მაგალითად, და მე მინდა ავტომობილზე შევცვალო დისკები. მაგალითად, რაღაც დისკები მომეწონა, მინდა რომ წარმოვიდგინოთ, როგორ მოუხდება ჩემს ავტომობილს. ამ შემთხვევაში ახლა ეს ავტომობილი არ არის ჩემი, მაგრამ მაგალითად ავირჩევ ამ ავტომობილს. კარგი, ავირჩიე ეს ავტომობილი. ეხლა მინდა რომ ამ ავტომობილზე ამ დისკების ნაცვლად, ნახეთ, ეხლა რა დისკებიც აქვს, ამ დისკების ნაცვლად დავაყენო აი ეს დისკები, რომელიც ფოტოც მაქვს რა, მაგალითად დავირჩიე აი ეს დისკი და შემდეგ შემიძლია დავუწერო ესეთი რაღაც. მაგალითად ამ ავტომობილზე დამიყენე ეს დისკი. აი ეს ან ეს დისკები რა, როგორც გინდათ ისე დაწერთ. დავწერე უკვე, ველოდები რამოდენიმე წამი და ჩვეულებრივად მოარგებს ძალიან მარტივად, ძალიან ხარისხიანად მოარგებს ამ დისკებს ჩვენს ავტომობილს. შეგიძლიათ თქვენს ავტომობილის გადავუღოთ ფოტო, ან თქვენი მეგობრის ავტომობილის გადავუღოთ ფოტო, დავუყენოთ დისკები და ისე გავუგზავნოთ თქვენს მეგობარს, ან თქვენთვის გააკეთოთ, როგორც გინდათ. და ძალიან მალე მივიღებთ ესეთ შედეგს, ნახეთ. აი ეს დისკები მოარგო ამ ავტომობილს. ამის გარდა შეგვიძლია ახლა მაგალითად დავუწეროთ ავტომობილის ფერის შეცვლა, მაგალითად ეს ავტომობილი და მოდი ესე დავწერ. ამ ავტომობილზე დამიყენე თეთრი ფერი. დავალოდებით რამოდენიმე წამი და რა თქმა უნდა ავტომობილსაც ფერს შეუცვლის, ეს დისკების დავაყენეთ, ფერსაც ახლა შეუცვლით და შეგვიძლია შემდეგ უკვე თავისუფლად ჩამოვწეროთ ეს ჩვენს ტელეფონში და გამოვიყენოთ ჩვენი სრული სამეფრო. დავალოდოთ და როგორც ხედავთ, საკმაოდ კარგი შედეგი მივიღეთ. აი ნახეთ, შეგვიძლია შემდეგ ჩამოვწეროთ ეს ფოტო უკვე და შევადაროთ არსებულს, აქ არის save ღილაკი, რის შედეგადაც ჩამოვიწერთ მას და შეგვიძლია უკვე ნახოთ და შევადაროთ არსებულს. ეს დისკები დავაყენე, ესეთი ავტომობილი იყო თავიდან და მივიღეთ ესეთი შედეგი. მოკლედ, თქვენ შეგიძლია ნებისმიერ რამ დავწეროთ Gemini-ს, ანუ ატვირთოთ სასურველი ფოტო, თქვენი ფოტო, მაგალითად ჩემი ცვალე მაისური და ასე შემდეგ, ანუ რასაც დაუწერთ და რა ფოტოსაც აირჩევთ, შეგიძლიათ ნებისმიერ რამ გააკეთოთ. აი მაგალითად ერთი ფოტოდან მეორე ფოტოში ჩამსვი და ასე შემდეგ. სულ ეს იყო მეგობრებო, ვიდეო ამით დასრულებულია. გამოიწერეთ არხი და თქვენ აღარ გამოგრჩებათ ახალი და საინტერესო ვიდეოები.